ფაქტი არის ერთი ის, რომ ჯერჯერობით დღეს მოცემულობით საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი არჩევნები არ უცვლია. ფაქტი არის ის, რომ ჩვენი მაღალ ჩინოსნები, დიდი ნაწილი, გარკვეული ნაწილი და გარკვეული ნაწილი, ანუ ესე ვთქვათ, სანქციების ქვეშ არის და გარკვეული ნაწილი კიდე ესე ვთქვათ, წარდგენილია სანქციებზე. ფაქტია ის, რომ სოფლიოს ცივილური ნაწილი ჩვენ დიპლომატიურ პასპორტებს და სამსახურებრივ პასპორტებს არ აღიარებს, ანუ არ აღიარებს რას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი პასპორტი ჩვენ შეგვიძლია ვიგზავნოთ თავისუფლად, ესე ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში, მაშინ როდესაც თუ შენ ხარ სამსახურებრივი პასპორტის, ესე ვთქვათ, ფლობელი, აუცილებლად გჭირდება ვიზა. ანუ ჟესტია პოლიტიკური ალბათ დამთანხმებით, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული უნდობლობის. როგორ ჩავიდნენ იმავე უთოში, ვთქვათ, ბატონ ნიკა სამხარაძე, სხვადასხვა საქმეთა სამინისტრო. ვიზებს აიღებდნენ ჩვეულებრივად, ანუ ეს კი მართლაც რომ აკრძალული აქვს, ეს არის დამოკიდებულება. ანუ ფაქტია ის, რომ ყველა სახელმწიფო დახმარება სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არის შეწყვეტილი და ანუ ჩვენ გვინდა არ გვინდა ვართ პოლიტიკურ იზოლაციაში. ჩვენ ეხლა იმით სპეკულირება არჩევნების სწორად ჩატარდა არა სწორად ჩატარდა. ფაქტია ეს მოცემულობა, ხო? მეორე ფაქტია ერთი წუთით და მორჩები. მეორე ფაქტია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავებს არ ვთვლი ხა მეტია ნაკლებია, გარკვეული ნაწილი, ესე ვთქვათ, ასაჩივრებს ამ პრობლემას და ითხოვს ახალ არჩევნებს, ხო? და ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ანუ ის რომ ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია განმუხტოთ, პოლიტიკური იზოლაცია განმუხტოთ, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე, ერთ-ერთი და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ესე ვთქვათ, გამოსავალი აქედან არის ახალი არჩევნები და მით უმეტეს თუ ქართული ოცნება დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები სწორად ჩატარდა და სწორად მოიგო, ესე ვთქვათ. რა პრობლემა არის ჩავატაროთ ეს, რომ განმუხტავს თლიანად ქვეყანაში სიტუაციას, ხო?